კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერში ახალი ამბები 16 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა. ღონისძიების ორგანიზაციის თავმჯდომარის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველი შეხვედრის შემდეგ მატულობს, რაც ჯანსაღი დისკუსიისა და დიალოგის მიმართ ახალგაზრდების ინტერესზე მეტყველებს. რეგიონული კონფერენციები საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს და დასკვნითი კონფერენცია თბილისში გაიმართება, სადაც შეხვედრებზე ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული საუკეთესო იდეები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. ჩაიარა ძალიან კარგად, ძალიან ღია საუბარი ჰქონდა ახალგაზრდებთან და იყო დასმული საკითხები მათი მხრიდან დასაქმებასთან დაკავშირებით, ემიგრაციასთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მათ უღრმესი მადლობა უთხრა ჩართულობისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი და мотиваცია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან და მე ვფიქრობ ეს ყველაფერი შედგა დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრებზეც და მომავალშიც ესე გაგრძელდება. გვაქვს მოლოდინი, რომ რეგიონული კონფერენციების დასასრულს ეს დიალოგი გადაიქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად და თითოეული ახალგაზრდა იმდენად ჩაერთვება პოლიტიკური პროცესების განხორციელების მომენტში და პროცესში, რომ ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის განვითარებას. ძალიან ნაყოფიერად შედგა დღევანდელი შეხვედრა, გამომდინარე იქედან, რომ დაისვა საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები. ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ მსმენელები, ისინი არიან აქტიური მონაწილეები ჩვენი კონფერენციებისა. დღეს გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობა. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმები, რითაც შეიძლება რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ ისინი აქტიურად. ჩემთვის პირადად ორმაგად სიხარულია ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, იმიტომ რომ მე წარმოშობით თიანეთიდან ვარ და ძალიან ბევრი კარგი კითხვა იყო აქვს მზაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივეხმაროთ, როგორ განახორციელონ პროექტები და მივეხმაროთ იმ ყველაფერში, რაც სურთ მათ რომ გააკეთონ. ესეთი ღია დისკუსია რო შეიქმნა, ჩემთვის პირადად იყო ძალიან სასიამოვნო. ვისაუბრეთ პრობლემებზე, ასევე დადებით მხარეებზე. რითეილ ასოციაცია დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთის და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მიზანია მათი გაძლიერება კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საჯარო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც სპეციალური საფასო პოლიტიკა ვრცელდება იმისთვის, რომ სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში გავრცელდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. ასოციაციაში იმას გამოთქვამენ, რომ წარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობა. რითეილ ასოციაცია გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნულის ფარგლებში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ წარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის. რითეილ ასოციაციამ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნას მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები.
დღეს ქუთაისში გვირილობა აღინიშნება დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიება და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა იგეგმება. გაიხსნება შემეცნებით ინოვაციური სივრცე უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისის მერის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. 18 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. 20 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები გალა კონცერტი დაიწყება. ქუთაის ქალაქობას გილოცავთ ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან სრულიად საქართველოს ჩვენს ქალაქს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ულოცავ ქუთაის ქალაქობას გვირილობის დღესასწაულს. მეუფემ უკვე დალოცა ჩვენი ქალაქი, გვისურვა მშვიდობა ქვეყანაში. გადავინაცვლებთ ახლა ცენტრალურ მოედანზე. სულ რამოდენიმე წუთში მივიღებთ ოფიციალურ სტუმრებს, მათთან გვექნება ოფიციალური შეხვედრები, რის შემდეგაც დაბრუნდებით უკვე ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება გასართობი სივრცეები მოწყობილი ყველა ასაკის ადამიანისათვის, ბავშვებისთვის იქნება უამრავი სივრცეები. ორი სცენა გვაქვს დღეს ქალაქში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოთი 6 საათისთვის შევდივართ უკვე მესხიშვილის თეატრში, სადაც მოხდება კულმინაცია ჩვენი ქალაქის დღესასწაულის და იქნება საპატიო ქუთაისლების წარდგენა. რის შემდეგაც უკვე ქალაქში გალაკონცერტით დავასრულებთ დღევანდელ დღეს. დღეს არის საქალაქო ზეიმი, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება და მთელი ქუთაისის მოქალაქეები, იმერეთის და მთელი საქართველოს ღებულობენ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულში მონაწილეობას. მიუხედავად ამიდისა, რა თქმა უნდა, ძირითადი მთავარი ტაძრიდან ქალაქ ქუთაისის, რომელიც 1003 წელს ბაგრატ მესამე მააგო, ტრადიციულად აქედან ვიწყებთ ქალაქის დალოცვას. მეუფე იოანესთან ერთად და შემდეგ გავაგზავნებთ ღონისძიებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია, რომელიც 115 წლისა შეინარჩუნებს თავის ძალას, თავის ელფერს, თავის სიკოხტავეს. გვირილობა ქუთაისლებისთვის განსაკუთრებული საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ერთობას, სიხარულს, ტრადიციების პატივისცემას გამოხატავს. დღეს მოხარული ვარ, რომ ქუთაისი მასპინძლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საერთაშორისო სტუმრებს. მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვო მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა. დღეს არის ძალიან კარგი დღე, ასე ვთქვათ, ქუთაისში. პირველ რიგში ვარიგებთ გვირილებს, ვახარებთ ხალხს, ქუთაისს ვალამაზებთ აგრეთვე და ასე რომ ვთქვათ, დღეს მხიარული დღეა. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია მთელი ქალაქისთვის, რადგან ის ასოცირდება ქვემოქმედებასთან და მთელი ქუთაისი, ასე ვთქვათ, ერთად იკრიბება და ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ქუთაის ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში უკვე გაიხსნა საზემო ვითარებაში შემეცნებით ინოვაციური სივრცე უნივერსიტეტი. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის მერის თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტი ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ აღნიშნული სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ქუთაისის უცხოელ ვიზიტორებს კი ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია ქალაქის როგორც ისტორიულ, ისე მის თანამედროვე საგანმანათლებლო როლსა და შესაძლებლობებზე. ულოცავ ქალაქ ქუთაისს და ყველა ქუთაისელს ამ შესანიშნავ დღეს გვირილობას, ქუთაისობას, მე მინდა ამ ქალაქს უსურვო წარმატება, განვითარება და ყველაფერი საუკეთესოდ შეიძლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ ქალაქს უსურვო. რაც შეეხება ჩვენი შეკრების მიზეზს, ცენტრალურ სკვერში ქალაქში გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ოფისი, ეს არის მედიათეკა, რომელშიც თავს მოიყრის ახალგაზრდული ინიციატივები, ინოვაციური იდეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებში მოხდება ახალგაზრდებთან მუშაობა იმ მიზნით, რომ ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს ჩვენი პროგრესი და ჩვენი იდეები. მე მინდა განსაკუთრებით მიულოცო დღევანდელი დღე ქუთაისელებს და განსაკუთრებით მიულოცო ეს დღე ახალგაზრდებს. ჩვენ ხედავთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კედლებიდან გამოვიდა ის კამპუსი, რომელიც აქ შეიქმნა, ის მედიათეკა, რომელიც პირველ რიგში მოემსახურება ახალგაზრდებს, მათ ინტერესებს და მათ კარიერულ განვითარებასა თუ შემეცნებით პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მე იმედი მაქვს, რომ ეს ლაბორატორია იქნება ჩვენი ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქუთაისსა და იმერეთის მხარის ახალგაზრდების ხელშემწყობის და ახალი ინიციატივების დასაწყისი. ჩვენ თავის დროზე დავპირდით ჩვენ ახალგაზრდებს, რომ მივცემდით იმის საშუალებას, რომ ამ სივრცით ესარგებლოთ მათ. როგორც ხედავთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოახერხა და გააკეთა ეს სივრცე 2 წლით გადავეცით უსასყიდლოდ იმისათვის რომ
ჩვენს ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო თემებზე მოუწიოთ იქ ლექციების მოსმენა, ვიცი რომ ძალიან სერიოზული სპეციალისტები ეყოლებათ, ლექტორები იქნებიან მოწვეული, ვინც მათთვის საინტერესო თემატიკაზე წაიკითხავს ახალგაზრდებისთვის ლექციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დასავლეთ საქართველოში ინოვაციური პროექტებისთვის ხელშეწყობა. ჩემი აზრით ეს ქუთაისის ცენტრში გახსნილი ინოვაციური ჰაბი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ჰაბი ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განხორციელებას და ახალგაზრდებში STEM სფეროთი დაინტერესების ხელშეწყობას. მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკლესიის მადისკრეტირებელი განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. მმართველი გუნდის შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის მიზანი ეკლესიაზე შეტევა და პატრიარქის არჩევის პროცესის დაზიანებაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი საზოგადოების გახლიჩას და არეულობის მოწყობას გარე აქტორების დავალებით ცდილობს, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიეროვნული კამპანია შედეგს ვერ გამოიღებს. ეს კამპანია ჩვენ ბევრჯერ აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში და პატრიარქს ეხდებოდა თავდასხმა ამ რადიკალების მხრიდან, მათთან აფილირებული NGO ორგანიზაციების მხრიდან, მათი ტელევიზიების მხრიდან, პირდაპირ ეთერებს უთმობდნენ უვარგის ადამიანებს, მაგალითად პეტრე და ასე შემდეგ, რომლებიც ლანძღავდნენ პირდაპირ ეთერში პატრიარქს. ეს კარგად ჩაფიქრებული გარედან ორგანიზებული კამპანია იყო, ვინაიდან უნდა შეერყიათ ჩვენთვის ავტორიტეტი ქართველებისთვის, საპატრიარქო პატრიარქი უნდა თავს მოეხვიათ რაღაცა ულტრამემარცხენებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, LGBT პროპაგანდაზე არის საუბარი და ნებისმიერი კავშირი რაც არის სამშობლოსთან, რაც არის ოჯახთან ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ყველაფერი უნდა გაწყვეტილიყო და ამაში იხარჯებოდა ასობით მილიონი, თუმცა ყველამ კარგად დაინახა, რომ ქართველებთან ეს არ მუშაობს, ის გაიდლაინები, რა გაიდლაინებითაც მუშაობენ ეს გარე ძალები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამწუხაროდ უკრაინაშიც და ყველგან გაამართლა ფაქტობრივად საქართველოში ეს გაიდლაინები არ ამართლებს, ვინაიდან ჩვენ ვართ სხვანაირი ხალხი და ვერავინ ვერ შეარყევს ჩვენს იდენტობას, ჩვენს მამულს, ჩვენს ენას და ჩვენს სარწმუნოებას. ვისაც გაუჩნდება ცდუნება, რომ მსგავსი მადისკრედიტირებელი განცხადებები გააკეთოს საპატრიარქოზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ნაბიჯებით ის პირველ რიგში უპირისპირდება არა მხოლოდ საპატრიარქოს, უპირისპირდება იმ 1,5 მილიონ ადამიანს, რომელიც პატრიარქის პატივის მისაგებად იდგა საათობით თბილისში და მთელს ჩვენს საზოგადოებას და შესაბამისად არ ურჩევ არავის, რომ მსგავსი განცხადებებით შეეცადონ, რომ რაღაც პოლიტიკური ფულები დაიწერონ. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ეკლესიაზე შეტევა არ ახალია. ჩვენ გვახსოვს წარსულში მათ შორის ფიზიკური თავდასხმებიც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათი ეს მცდელობები და რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა იქნება წარუმატებელი. ნაცმოძრაობის ბუნება რაც არის, ეს არის დაპირისპირება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა სხვისი ქვეყნის სასარგებლოდ. ეკლესიის ლანძღვა გინება. რატომ ებრძვიან განსაკუთრებით ბოლო კვირებში ეკლესიას, საპატრიარქოს? იმიტომ რომ კიდევ ნახა უცხოურმა ძალამ 17-21 მარტის დღეებში ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება იყო და იქნება მყარად იმ რწმენაზე, რასაც ქვია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ოჯახური ტრადიციები, სუვერენიტეტი, ეს ყველაფერი არის ღირებული და რომ დაინახა, რომ თითქმის ნახევარი საქართველოს გამოვიდა ქუჩებში ურუდუნებით ამ პოზიციის დასაცავად უცხოეთმა, მოთხოვა მე მათ აგენტურას, რომ აი იქ არის პრობლემა და იქ დაარტყითო და იქ შეიტანეთ განხეთქილებაო. ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირება. ფედერალისტები ნაციონალურ მოძრაობას ალიანსის წევრის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალიანსიდან თავს თავად ირიცხავენ. ნაციონალურ მოძრაობაში კი კვლავ აცხადებენ, რომ ალიანსის დატოვებას არ აპირებენ და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა პარტია ვერ მიიღებს. ქართულ ოცნებაში დაყოფილი ოპოზიციურ ფლანგს დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას საერთო მიზანი და საერთო დირექტივა აქვს. რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა გაირიცხოს ალიანსიდან და ვინ არა, ხო? მე ვითხოვდი შემდეგს, რომ ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. ვისურვებდით, რომ ეს ეგრეთ წოდებული турბულენტობა დამთავრდეს ალიანსის შიგნით, თუ ზოგადად რომელიმე სახის პლატფორმა და არ არის აქ მხოლოდ ალიანსზე საუბარი. გადაიქცევა ანტინიშა კამპანიად, ხო, ეცდებიან, რომ რაღაც ცენზურა დააწესონ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავხდებით
ვიხდებით ასე ვთქვათ იძულებული რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს მოულოდნელი არ იქნება არავისათვის. დაპირისპირებულის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც არის ნაცნობრეობის ისტორიის გამგზელებელი. არის სწორედ ისტორიული პოლიტიკური მემკვიდრე ყველა ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს გაერთიანებულ აი ამ კოლექტიურ ნაცნობრეობაში. ერთმანეთთან დაპირისპირებები აქვს, ექნებათ კიდევაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი არსი იცვლება. არავინ არ გმობს იმას, რაც მოხდა. არავინ არ გმობს იმას, რომ ათასობით ოჯახი გააუბედურეს ან ტერიტორიები ჩააბარეს. ოკუპანტს. არავინ ამას არ გმობს. აქ სულ სხვა თემებზე მედის კამათი, ვინ უფრო დაზიანების, ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელიც შეუძლია უკეთესად მოახდინოს დესტაბილიზაცია საკუთარი ქვეყნის. ვერანაირი ერთობა ვერ შედგება ვერასდროს, როდესაც ერთი იდეის გარშემო არ ხარ გაერთიანებული და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, იმიტომ რომ გარე უფროსებმა და გარე პატრონებმა ასე დაგავალეს. ვერ იტანენ ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, ეზიზღებათ ერთმანეთი და შესაბამისად შეუძლებელია მათი ერთობა. ამ შემთხვევაში ცდილობენ რომ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული მსისხლიან რეჟიმთან, თუმცა თავადაც რომ არიან ასოცირებულები, იმას ვერ იაზრებენ. ძალიან კარგად იციან რომ ხალხი მათ არ მიიღებს და ძალიან ცუდად დაუსრულდებათ ეს ყველაფერი. არიან ბოლომდე გამარგინალებულები და შესაბამისად თვითონაც კარგად აღიქვავენ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცა მაინც თამაშობანაში არიან და ერთმანეთს ამხნევებენ და რაღაცას ატყუებენ ერთმანეთსაც თავის თავსაც რომ თითქოს რაღაცას წარმოადგენენ, აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ. ზულთ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას ეს დაჯგუფება. მომავალი არც მაშინ მქონდა, როდესაც გაერთიანება გაკეთდა. და შესაბამისად ეს ადამიანები არიან უკვე წარსული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ასე ვთქვათ ასპარეზიდან და შესაბამისად მათ არანაირი მომავალი არ ექნებათ და ვერ ექნებათ, იმიტომ რომ საზოგადოება მათ ძალიან მკაცრად გასცა პასუხი ყველა არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემდგომ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ვითომ ალიანს აუცილებლად უწევია წარუმატებლობა და დაშლა, ვინაიდან ერთი რომ ისინი არ ემყარებიან იმ ძირითად ღირებულებას და ფასეულობას, რასაც უნდა იყოს დამყარებული ნებისმიერი ტიპის გაერთიანება და მეორე ეს არის შინაარსი, როდესაც შინაარსი არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესზე, როდესაც ის არ არის ორიენტირებული ქვეყნის დაცვაზე, აუცილებლად მას ექნება მარცხი. ბევრმა მათგანმა აღიარა იმ ალიანსში მყოფმა ლიდერებმა ეგრეთ წოდებულმა აღიარეს, რომ ჩვენ ხალხი მხარს არ დაგვიჭერსო თუ ერთ საკითხზე მაინც არ გავერთიანდითო და მინუსებზე ისაუბრეს და ასე შემდგომ. ნუ ზოგმა თქვა რომ იქნებ სანთელი მაინც დავიჭიროთ ხელში რომ მორწმუნება მაინც ხმა მოგცენო. კარგად ვიცით ვინც თქვა, მაგრამ არ გამოვა ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად აქვს ხალხს გათვითცნობიერებული, რა ძალასთან აქვს საქმე. ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არის იმ ხელა მტკიცებულებები ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით და მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ არ ამგონია, რომ იმას ეჭი ეპარებოდეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას საერთოდ არის საქმე ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ პერსპექტივებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კანონი, რომლის მიღების გამოც ქართულ ოცნებას ალკეული ევროპული ქვეყნები თუ ევრობიუროკრატები აკრიტიკებდნენ, ახლა თავად იღებენ. დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება. რატომ არის საქართველოს შემთხვევაში არადემოკრატიული ის, რაც ევროპული ქვეყნებისთვის დემოკრატიის დაცვას ემსახურება? მართველი გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. ქართულ ოცნებაში ევროპული ქვეყნების უსამართლო მიდგომებს უსვამენ ხაზს. ყველა ქვეყანას უნდა მიეღო ისეთი კანონი, რომელიც შავი ფულის და სხვა მტრული საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებდა, მაგრამ საქართველოსთან ჰქონდათ იგივე საკითხზე სერიოზული პრეტენზიები, ამიტომ თვითონ გააჩენეს შესაბამისი კანონმდებლობა. ეს კი ისეთი ვითარებაა, რომ აგერ ბრიტანეთმა საკმაოდ მკაცრი კანონის მიღებას აპირებენ და გამართლებულია იმ რეალობით, რაც შეიქმნა. იგივე სიტუაცია ჩვენთანაც. ასე რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი და ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ისეთი კანონი, რომელიც არც შავფულს დაუშვებს და არც არანაირ მტრულ საქმიანობას, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ ვიხილეთ, როგორ დაანთო ცეცხლი საქართველოში და მოლოტოვის კოქტეილების სროლაც ვიხილეთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ბრიტანეთისნაირი ქვეყანა ბაძავს საქართველოს
დაირებენ იგივე შინაარსის კანონს, რომელიც ჩვენ უკვე წლების წინ მივიღეთ, თუმცა გაცილებით მკაცრი ფორმით და სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, ხოლო თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული. კი ბატონო, ჩვენ ხას უსვამთ, რომ ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენ შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც და რა თქმა უნდა, თუ ჩვენთან არიან კიდევ ისეთი ადამიანები დარჩენილები, ვისაც ეჭვიეპარებოდათ, რომ ეს იყო ქართული კანონი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი აღარ არის უკვე დარჩენილი, ვინაიდან ისინი აკვირდებიან, რომ ჩვენს მერე ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა, კანადამ, ევროკავშირმა გაამკაცრა, ახლა ბრიტანეთის ჯერია და რა თქმა უნდა ყველანი ამას აკეთებენ იმისთვის რომ დაცული იყოს მათი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი როგორც საქართველოს შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს მსგავსი ტიპის სუვერენიტეტის უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმ ცვლილებებზე რომელიც საქართველოს მიიღო და საკუთარი მოსახლეობა დაიცვა მსგავსი ტიპის მტრული ზემოქმედებისაგან ჩვენ გვახსოვს როგორ აფასებდნენ უცხოელები განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებენ და ხედავთ ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, ეს ვფიქრობ არის უსტანდარტობა, როდესაც სხვა საკრიტიკები იმის გამო, რომელსაც ცოტა ხანში შენვე აინიცირებ. გამჭვირვალობის კანონის მიღება გვაიძულა ჩვენ იმ გამოწვევებმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან მოდიოდა. და შესაბამისად ეს იყო ჩვენი პასუხი იმ უხეშ ჩარევებზე, რომელსაც ახორციელებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გარედან მათი პატრონების დაკვეთით. და შესაბამისად აი ესეთი დღის წესრიგი უკვე უდგება სხვადასხვა ევროპულ და ევროპის სახელმწიფოს და ვხედავთ რომ ერთმანეთზე მიყოლებით ამკაცრებენ ამ მიმართულებით კანონმდებლობას და დარწმუნებული ვარ ბრიტანეთი არ იქნება ბოლო ვინც ამ კანონს მიიღებს. ვართ პირველი მერცხლები ხალხის ძალა რომელმაც 2023 წელს ასეთი ტიპის კანონი შემოვიტანეთ საქართველოს პარლამენტში, ასაც ქვია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. შემდგომ რა პროცესები დატრიალდა ეს ყველამ კარგად ანახა შემდგომ თვეებში და წლებში ევროპის ქვეყნებმა ვისაც არ ქონდა დაანონსეს რომ უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც დიდ ბრიტანეთს თუ ჭირდება და საფრანგეთს ჭირდება და ამერიკას ჭირდება ან ნებისმიერ ქვეყანას დაცვა უცხოური ძალებისგან რომ პოლიტიკაში უცხო ფული არ იყოს საქართველოს რატომ არ ჭირდება ამაზე ერთადერთი პასუხი ჰქონდათ ჩვენო განვითარებული ქვეყანა ვართო ვიცით დემოკრატია როგორ მუშაობსო და თქვენ ჯერ არ იცით დემოკრატია როგორ მუშაობსო ეს ნიშნავს იმას რომ შენს მიმართ აღქმა ამ ხალხს როგორც თავისუფალი სუვერენული ქვეყნის მიმართ არ აქვს პირდაპირ გეუბნებიან რომ შენი სუვერენიტეტი უნდა ჩააბარო ბრიუსელს კლასიკური მაგალითია თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს როგორ ებრძვიან ევრობიუროკრატები ასე რომ ეს კანონი ნიშნავს იმას რომ ყველა ქვეყანა სურსო თავისთავად დაიცვას უცხო ძალების ჩარევებისგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში აგრძელებს. აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უშუალოდ პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენ დევნილ საზოგადოებასთან. დავიწყეთ ქალაქ ზუგდიდიდან მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებშიც გვექნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირადად გავეცნოთ მათ საჭიროებებს, გამოწვევებს და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ტიპის შეხვედრები, ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ რეგიონში და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ყოველთვის ვიყოთ თქვათ დედაქალაქში საქართველოს ყველა კუთხეში ყველა რეგიონში არიან დევნილები და ესეთი უშუალო შეხვედრები ინდივიდუალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ადამიანისთვის. დღის მნიშვნელოვან სიახლეებს უფრო ცლად მთავარ გამოშვებაში შევაჯამებთ 7 საათამდე გემშვიდობებით დროებით.